შაბათის გადაცემაში იმედზე ჩვენმა თანამებრძოლმა ზურაბ მახარაძემ პრემიერს დებატების პროცესში შეახსენა, რომ არაბული დასახლება შენდება ბაზალეთში და სულაც არ დგას საკითხი ისე, რომ თითქოს ამ ხელისუფლების პირობებში უცხოელებზე მიწები არ იყიდება და ამის მერე წამოვიდა იქაც პრემიერმა მანიპულაციური პასუხი გასცა და ამის მერე წამოვიდა ოცნების საინფორმაციო საშუალებებისგან მანიპულაციურად ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს ეს მიწა უბრალოდ წინა ხელისუფლების პირობებში გაიყიდა კერძო პირებზე და შემდეგ რადგან წინა ხელისუფლების პირობებში გაიყიდა, თითქოს ახლა ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა აღარ არის. მოდი აი ვნახოთ გადაცემიდან ამონარიდი და შემდეგ გავარჩიოთ რასთან გვაქვს საქმე, რა სოფელს აშენებენ არაბები ბაზალეთში. და ეხლა მე მაქვს კონკრეტული დოკუმენტები. ეგეთი ის იყო York Towers-ის რაღაცა ეგეთი პროექტი იყო მაგალითად ბაზალეთზე და ეხლა შეგვიძლია ჩვეულებრივი მოქალაქეებმაც გადაამოწმონ ეს საჯარო რეჟიმში ღია ინფორმაცია არის. აი სად წავიდა ეს ყველაფერი რომ თუ არაბიზაცია არის ლეგენდა, ხო? აი ამ მონაწერებია ვიზე გაიყიდა ეს მიწა, ხო? აგერ ალ-ნაჰავ ჰაშრან აჰმად ნასრანი აგერ იყიდა ბაზალეთში, აგერ შემდეგი ღალებ აბდეხან მოჰამედ ელინანი შემდეგი აგერ მოჰმად ჰუსეინ კამელ აგერ ძალიან შუიდან ხო ასობით არის ესეთი ხო ანუ ძალიან ცოტა დრო გვაქვს და ჩამოაყალიბეთ ასობით დოკუმენტია მოჰამედ კამელ პროექტი არ განხორციელდა ხო ეს მიწები ეხლა არის იმ ხალხის ამიტომ ის რომ უცხოელებზე არ იყიდება მიწა არაბიზაცია არ ხდება და რაღაც ანუ კონკრეტულ დოკუმენტებია ერთი კონკრეტული პროექტის რაც დემონსტრაციას ახდენს რომ ეგ მთლად ეგრე არ არის შესაბამისად კიდევ ერთხელ მარტო თქვენ სიტყვაზე რო არ ვიყოთ და ესეთი ცუდი გამოცდილება რო გვაქვს მანამდე კარგი იქნებოდა რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურადაც ყოფილიყო წარმოადგენილი ბევრად უფრო შინაარსიანი დებატები გვექნებოდა და თუ გაასაჯაროვებთ მაგ კონტრაქტს კიდევ ერთხელ ვამბობ ბევრად უკეთესი ძალიან ცოტა დრო გვაქვს ქაბუტონი შეიძლება მეც პატარა იმის გარდა მე თარგმნი გიპასუხებ და თქვენ სულ დაშენილი გვაქვს 7 წუთი ასე რომ რაღაც უნდა ჩავეტიოთ მოკლედ პასუხი ამ თემებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ რაც შეეხება ბინადრობის ნებართვის სტატისტიკას ეს არის უთუარი ინფორმაცია ანუ კაცრი აღრიცხვის ქვეშ არის შესაბამისი სტატისტიკა და შეგიძლიათ ნახოთ და არის აბსოლუტურად უთუარი ანუ რამდენი ბინადრობის ნებართვა გაიცა უძრავი ქონების შეძენის საფუძველზე ეს არის უთუარი სტატისტიკა ამაში გარწმუნებით დავაკომენტარებ იმიტომ რაღაც შეუთავსებლობები ან მანიპულაციები ნათქვამი ეს უთუარი სტატისტიკა ყოფილა რამდენი ბინადრობის უფლება გაიცა უძრავი ქონების ყიდვის საფუძველზეო და შეგიძლიათ ნახოთ ჯერ სად უნდა ნახოთ სადდევს ეს სტატისტიკა ასე ღია წყაროებში ატევს მეტიც ჩვენ რო გამოვითხოვეთ ჩვენ შევიტანეთ მოთხოვნა იუსტიციის სახში წინა წლის ივნისში ვაქვს შეტანილი მოთხოვნა დღემდე არ არის პასუხი არა და წეს 2 კვირა აქვს თქვათ ვადა იმისთვის რომ ამაზე ინფორმაცია მოგცენ ეგ ერთი არ დევს არსად და მეორე საიდან ვიცით როგორ ვამოწმებთ რომ მართლა მაგდენი გაიცა ანუ აი კობახიძემ თქვა რომ 5000 ბინადრობის უფლება გაიცაო უძრავი ქონების ყიდვის საფუძველზე საიდან ვარკვევთ მაგას რომ მეტი არ გაიცა როგორ შეგვიძლია გადავამოწმოთ რომ მეტი არ გაიცა რა ბერკეტებს არაფერი უბრალოდ გითხრა მთავრობა თან არც დევს ეგ ინფორმაცია სადმე რაიმე ხელმისაწვდომ წყაროში უბრალოდ კობახიძემ გითხრა ოღონდ საიდან ვარკვევთ კობახიძემ გითხრა და ბანტიდან მეტი არაფრიდან სადაც არ უნდა დაწერონ ახლა რაღაც მომცემი რომ გამოდონ რომელიღაცას თავის სამთავრობო საიტზე ჯერ არ დევს ღია წყაროებში მაგრამ რომ გამოდონ ეგ იქნება უბრალოდ აი მთავრობამ გითხრა მეტი გადამოწმების ბერკეტი არ აქვს ეჭვია რომ ბევრად მეტია სინამდვილეში მოდი გავაგზავნოთ რაც შეეხება მიწების გაყიდვას უბრალოდ ბაზალეთში და სხვა შემთხვევებიც არის შეგიძლიათ ნახოთ 2018 წლის შემდეგ არის გაყიდული ეს მიწები თუ არის 2018 წელს 25 წელს არის ყველა გაყიდული რაც მე გამოვიღე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები არ მან სამსახო ტერიტორია არა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების კი მან უნდა აშენდეს ბინები და 2025 წელს არის გაყიდული 25-ში კი და საჯარო რეესტრის ოფიციალური საიტის ინფორმაცია ანუ ერთმა კომპანიამ იყიდა დაყო ნაწილებად და მე ამათ მიყიდა და ეს არის 2025 წლის სტატისტიკა. ეს არის 2025 წლის მონაცემებია, როდის გაიყიდა. 2025 წლის გაიყიდა. ეს ადამიანები დარეგისტრირდნენ როგორც მესაკუთრე ამ კომპანიამ გაყიდა ამას ამბობს. კომპანია შეიძლება მანამდე მიყიდეთ, მაგრამ იმ კომპანიამ მე ამ ძირებზე გაასხვისა 2025 წელს. ამიტომ ხდება არაბიზაციის ეს კომპონენტი. როდესაც საუბარია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდება და უცხოელებს, იმიტომ რომ ჩაკეტილია სამსახო. კარგი. ხო არის მე გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტი, მაგრამ ჩვენ ჩავგედეთ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიცია მხარი არ დაუჭირდა თავის პრაქტიკა გვაქვს ხოლმე უცვლიან როგორც წესი დანიშნულებას და მე
ძალიან საინტერესო манипуляცია სასოფლო სამეურნეო მიწები გაყიდვა ავკრძალეთ სასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსით არ ყიდით კაცო არასასოფლო სამეურნეო მიწების სტატუსით ყიდით და აგერ მაგალითად აი ეგერ გვაქვს საგარეჯოში აგერ არის შეგიძლიათ გამოიტანოთ საგარეჯო 2024 წლის 11 აპრილი შპს 100 გრუპი რომელიც ეკუთვნის არაბ მესაკუთრეს ამასაც გაჩვენებთ ვის ეკუთვნის მისამართი რაიონის საგარეჯო სოფელი ბოგდანოვკა 55 ჰექტარი მიწა და ამაზე მეტი აქვს კიდე სხვა ნაკვეთებიც აქვს ამ კომპანიას ნაყიდი 55 ჰექტარი მიწა გამყიდველი აგერ შეგიძლიათ აჩვენოთ თუ შეიძლება სახელმწიფო მესაკუთრე შპს 100 გრუპი ეს არის 2024 წელი ანუ 55 ჰექტარი მიწა არის სასოფლო სამეურნეო სტანდარტებითაც უზარმაზარი მიწა უბრალოდ უცვლიან სტატუსს გადაყავთ არასასოფლო სამეურნეო სტატუსში და ყიდიან მაგ რეჟიმში თქვენ აგერ იგივე რასაც ხედავთ Eagle Hills-ის შემთხვევაში სადაც შემოვიდა არაბული კომპანია და ქალაქის ზომის ტერიტორია მას გადაეცა სასოფლო სამეურნეო სტატუსით არ გადაეცა არასასოფლო სამეურნეო სტატუსით გადაეცა და მაგ манипуляციას მიმართავენ ყობახიძე კითხულობდა ხო სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა ხო არ არის არა გადაყავთ სხვა დანიშნულების მიწად და ყიდიან არასასოფლო სამეურნეო სტატუსში ეს მონაკვეთი ზურას დასმული კითხვისა ხილების სადაც ზურამ იქ პირდაპირ წაუკითხა დოკუმენტებით რომ აი ტყუილია არაბებზე იყიდება სამოსახლოები მიწები და ამას მასიური ხასიათი აქვს ამისი მონაკვეთი ამოჭრილი ვიდეო გავარდა ძალიან სოციალურ ქსელებში ქონდა 500,000 გაცდა თუ არ ვცდები მარტო ჩვენ გვერდზე და სხვებსაც ედოთ კიდე თავის გვერდებზე ეს ვიდეოები დიდი ნახვები ქონდა და ამაზე გაავრცელა მთავრობამ განცხადება რომელსაც სხვა სამთავრობო არხები სიუჟეტებს უძღვნენ მოდით მოусმინოთ ამის ამონარიდს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია იმედის ეთერში შაბათს გამართული სატელევიზიო დებატების დროს გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის ზურაბ მახარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. მახარაძემ გავრცელა ინფორმაცია ბაზალეთის ტბის მიმდებარედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის შესყიდვის შესახებ. მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დეტალურად განმარტავს, როდის და ვის მიერ ხდებოდა აღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება. თემის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გსურს განმარტოთ, რომ აღნიშნული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2006 წელს საქართველოს მთავრობამ საკუთრებაში გადასცა საზოგადოებრივ აუწყებელს, რომელმაც თავის მხრივ მიწის ნაკვეთი 2007 წელს გაასხვისა შპს სწავლების ცენტრზე, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის კახაბენ დუქიძის მიერ დაფუძნებული კომპანია IP ცოდნის ფონდი. კერძო მესაკუთრე მიწის ნაკვეთი 2019 წლის 18 დეკემბერს გაასხვისა შპს იორკ ტაუერზე, რომელსაც ამჟამად შპს იორკ ჰოლდინგ გრუპი ეწოდება და რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქეა. ხო, ანუ შინაარსი არის შემდეგი. სააკაშვილის დროს ეს მიწის ნაკვეთი ბაზალეთის ტბასთან ჯერ გადასცა საზოგადოებრივ მაუწყებელს, მე ამ მაუწყებელმა გადასცა ბენდუქიძის კომპანიასო და შემდეგ უკვე სააკაშვილის გადავარდნის შემდეგ და ოცნების ხელისუფლების პირობებში 2019 წელს ამ კერძო მესაკუთრისგან ეგვიპტელმა მფლობელმა იორკ ტაუერსმა იყიდა ეს ნაკვეთი და ჩვენ რა შუაში ვართ ამ ნაკვეთზე ახლა რა ხდებოდა თქვენ იცით რა შუაში ხართ რატო შეუძლია ეგვიპტის მოქალაქეს საქართველოში იყიდოს ბაზალეთის ტბაზე ორჯერ დიდი ტერიტორია დიდი სოფლის ზომის ტერიტორია რატო შეუძლია ეგვიპტის მოქალაქეს ეს გააკეთოს და რატო შეუძლია ეგვიპტის მოქალაქე მე ეს სამოსახლო ნაკვეთებად დაჭრას და გაყიდოს ყველა ნაკვეთი უყლებლივ ყველა გაყიდოს არაბელ მფლობელებს. ანუ სამოსახლოებად ჭრის და სოფელს აშენებს არაბი მომავალი მოსახლეებისთვის. აი ეს ვიდეო არის იორკ ტაუერსის სარეკლამო ვიდეო, მოდი მოусმინოთ. აი ეს რატო შეუძლია თქვენ პირობებში 2019 წელს იყიდოს სოფლის ზომის ტერიტორია არაბმა და არაბებზე გაყიდოს უყლებლივ ყველა ნაკვეთი? აი ეს კითხვა გვაქვს. 3 წლის წინ ამ პროექტში კვადრატული მეტრის ფასი $12 იყო. დღეს კვადრატული მეტრის ფასი $36. რაც შეეხება ამ გეგმას, რომელიც ჩვენს წინაშეა, როგორც გითხარით, აქ არის მიწების დიდი ჯგუფი, ანუ 2 მილიონ კვადრატულ მეტრზე. თითოეულ მიწის ნაკვეთს აქვს სერიული ნუმერი. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ნომრები უძრავი ქონების ვებსაიტზე. მეგობრებო, ეს არის ბაზალეთის პროექტი. როგორც ხედავთ, ეს სახაერო გადაღებაა, თუმცა ეს არის პროექტის საზღვრები, რომლებზეც ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ. აი, აქ არის ბაზალეთის ტბა.
რომელსაც თქვენ ხედავთ. პროექტის კუთხე, როგორც ხედავთ, პირდაპირ ტბაზე გადის. გარანტიები არსებობს. უძრავი ქონების საშუამავლო საქმიანობა ლიცენზირებულია იუსტიციის სამინისტროს მიერ. იუსტიციის სამინისტროს მიერ ლიცენზირებულია არაბი მესაკუთრე ბაზალეთის ტბის გვერდზე, ტბაზე ორჯერდით ტერიტორიას, დიდი სოფლის ზომის ტერიტორიას 2 მილიონ კვადრატულ მეტრს ნაკვეთებად ჭრის და ყიდის უცხოელებზე. ოცნების პირობებში, თუნდაც ქართველ კერძო მესაკუთრისგან, მაგრამ ოცნების პირობებში იყიდა არაბმა მესაკუთრემ ამ ხელა ტერიტორია და ნაკვეთებად, პატარა ნაწილებად ყიდის უკლებლივ ყველა ნაკვეთს არაბებზე. ეს რანაირად ხერხდება თქვენ პირობებში და ამისგან დაზღვევა რა არის, მაგას ვკითხულობთ. ამისგან რა გვაზღვევს, რომ ასევე უკლებლივ ყველა ბინა, ყველა ნაკვეთი, იგივე იგლჰილში თუ დანარჩენ ნაწილში საქართველოსაც ესეთი პროექტები ხორციელდება და ეს კიდე გაჩვენებთ, რომ სხვა პროექტებიც არის ასეთი, რა გვაზღვევს, რომ მასიურად არაბებმა არ იყიდონ და ჩასახლების რაღაცა მასიური პროცესი არ განხორციელდეს. ამონაწერი გვაქვს ამოღებული, ოღონდ იქ არის ათასობით განცხადება და რო ჩაუყვეთ უკლებლივ ყველა არის არაბზე. აი მოდი უბრალოდ ვაჩვენოთ. ეკრანზე ეს არის რეესტრის ამონაწერები მაგ ბაზალეთის ტბის ტერიტორიაზე რეები იყიდება. აი გავხსნათ, მოდი აი ეს პლაშკა მოაშორეთ. ნებისმიერ აი მე ხო შეიძლება იფიქრონ ვინმე რომ აი პირველი არის რაღაცა დაგეგმილი. ხო აი სადღაც შუაში გავხსნათ რა ვიცი. ვინ ყიდულობს რას აი ტერიტორიაზე. აი ეს არის 25 წელი 2025 წლის 10 თებერვალი დუშეთის რაიონი დასახლება რადიოსადგური. ესე ქვია მაგ დასახლებას სადაც იმის გვერდით რა ქვია. ბაზალეთის ტბის გვერდით. მესაკუთრე მოჰამედ აკმალ მოჰამედ შაფიე სალამა. მიწის ფართობი 954 კვადრატული მეტრი. ანუ ამ ტერიტორიაზე, სოფლის ზომის ტერიტორიაზე 1000 კვადრატული მეტრი ფართობი იყიდა ვიღაცა აი ამ არაბმა. კარგი, ეს შეიძლება ვიღაცა მიფიქროს ერთია. კარგი, აი სადმე სხვა გავხსნათ. სადმე შუაში, ხო? ისე 25 წელი, 24 თებერვალი, დუშეთის რაიონი დასახლება რადიოსადგური 1146 კვადრატული მეტრი, ჰანი სალიმ იუსეფ ღანაიემ. სხვა ვნახოთ აგერ. მოდი აგერ. სხვა ვნახოთ. 25 წლის 6 ივნისი ისევ რაიონი დუშეთი დასახლება რადიოსადგური 1614 კვადრატული მეტრი, საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმად. ეს აი ყველა ეს არის, არც ერთი ქართველი არ არის, არც ერთი ქართველი 25 წლის 14 აგვისტო დუშეთი დასახლება რადიოსადგური 6065 კვადრატული მეტრი აჰმად სალეჰ ალაფეი. და ასე არის აი ბოლომდე იმ წამყვანმა რო უთხრა ზურას დაგვინდეთ ყველას წაკითხვას ხო არ აპირებთ ხო არ ვიცი მანდ როგორ გაგებითი რა გაგებითი გულისხმობოდა დაგვინდეთ იმ გაგებით რომ ხალხი გაიგებს რამდენი მიწები და სამოსახლოები თუ ბინები იყიდება ქვეყანაში არაბებზე წესით მაგ გაგებით უნდა დაესვათ ეკითხო მაგრამ აი უბრალოდ ნახეთ ამაზე აი 24 წლის ეს არის 7 სექტემბერი ხო 24 წლის თუ 7 ოქტომბერი 1194 კვადრატული მეტრი. მანსურ ალი ხან ვინმე იყიდა ისევ დუშეთი დასახლება რადიოსადგური. ყველა ესენი არის, არ არის არავინ ქართველი. 6510 კვადრატული მეტრი დუშეთი რადიოსადგური 25 წლის 27 ოქტომბერი ამრო ელსაიდ ალი ელჰადი. ანუ აი ყველა არიან ესენი. ყველა უკლებლივ არიან არაბები. რა პასუხია ვინმე ამიხსენით? რა პასუხია ამაზე, რომ მასიურად დასახლება შენდება და ყველა ბინას, ყველა სამოსახლოს ყიდულობენ არაბები და ამაზე პასუხი რომ იცით რა, ეგ მიწა ჯამში სააკაშვილის დროს გაიყიდა ბენდუქიძეზე, ბენდუქიძემ გადმოყიდა მერე ვიღაც არაბზე 2019 წელს და იმ ბენდუქიძისგან ნაყიდა 2019 წელს მიწას ეხლა არაბებზე სამოსახლოებად ყიდის ეს არაბი მესაკუთრე. ეს რა პასუხია ხალხო? ანუ რატოა დაშვებული ჩვენს ქვეყანაში, რომ კერძო მესაკუთრეს რომ მიყიდეს ქართველს, კარგს, ცულს როგორცაც გინათ, მაგრამ კერძო მესაკუთრეს რომ მიყიდეს ქართველს, მას შეუძლია გადაყიდოს ვიღაცა უცხოელზე, არაბზე, ირანელზე, ვიღაცაზე, უზარმაზარი მიწა, თან იმ პირობით, რომ ის იქ ააშენებს სოფელს და ჩაასახლებს უკლებლივ ყველას უცხოელს. ეგ რა პასუხია ხალხო, მან საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავთ? ან კითხვა რა გვაზღვევს იმისგან, რომ იგივე რომ მოხდეს დანარჩენ საქართველოში და თქვენ თვითონ რო აღიარებთ, რომ 60.000 ბინა უცხოელებმა იყიდესო და 60.000 ბინა უცხოელებმა რო იყიდეს, რა კითხვაზე რა გვაზღვევს, რომ ეს ხალხი აქ დასასახლებლად იყიდეს ბინებს, როცა პირდაპირ იყიდება ბინადრობის უფლება უძრავი ქონების ყიდვის საფუძველზე, რა გვაზღვევს ამ კითხვაზე პასუხი არ მოგეთხოვებათ? სხვათა შორის
აი ეს York Towers-ი ეხლა ხალხო აქვეყნებს Jobs G-ზე, აგერ არის York Towers-ი აცხადებს ვაკანსიას სპარსულენოვანი გაყიდვების აგენტის თანამდებობას. ანუ აქამდე ხო არაბებზე ყიდა ეს York Towers-ის არაბული კომპანია, რომელიც მაგ იმას აშენებს, ხო? აქამდე ხო არაბებზე ყიდა და ეხლა სპარსულენოვანი გაყიდვების აგენტი დაიქირავეს, დაქირავება უნდათ, როგორ გონიათ რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ირანში ომი მიმდინარეობს და ელიან რომ ძალიან ბევრი კიდველი იქიდან მოაწყდება საქართველოს აქ ჩასახლების სურვილით. უბრალოდ აი გადახედეთ რეკლამებს, რომელიც ბაზალეთთან დაკავშირებით აკეთდება აი ამ პროექტის ირგვლივ. გესალმებით. აქ გვაქვს გასაყიდი კოტეჯი 400 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, ტბის პირისპირ. კოტეჯი მზადაა. აქ კი ბაღი იქნება. კოტეჯის ფართობი 60 კვადრატული მეტრია. აი, თავად კოტეჯიც. რეგისტრაცია ხდება პირდაპირ უცხოელის სახელზე. ადგილი ძალიან კარგია. აი, ეს კოტეჯია და მას აქვს ძალიან ლამაზი ხედი. მაშალა. კოტეჯი გადაგიღეთ, ის პირდაპირ ცენტრალურ გზაზეა. აგერ კი ტბაა. ძალიან სტრატეგიული და კარგი ადგილია. ვისაც გსურთ დაკავშირება ან გაქვთ კითხვები, მომწერეთ პირად. სტრატეგიული ადგილია და არაბულად არის რეკლამა. ხო გვესმის რომ ქართველებზე არ აკეთებ. მოდი კიდე სხვა ვიდეოც ნახოთ მსგავსი შინაარსის. მოგესალმებით. აქ გვაქვს გასაყიდი მიწის ნაკვეთები ბაზალეთის ტერიტორიაზე. პირდაპირ ტბის პირისპირ, პირველ ზოლში. ნაკვეთები სხვადასხვა ზომისა: 400, 450, 300 და 300-ზე ოდნავ მეტი კვადრატული მეტრი. სხვადასხვა აქ გვყავს კლიენტი, რომელმაც შეიძინა ნაკვეთი და ჩვენ ის იუსტიციის სამინისტროში, საჯარო რეესტრში უკვე დავარეგისტრირეთ. გილოცავთ სიკეთე გქონოდეთ. იუსტიციის სამინისტროში დავარეგისტრირეთ, ხომ ასეა? რა სიტყვით ამ ადგილზე? დიახ, ასეა. საოცარია, მომსახურებაც 100%-იანი იყო. რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში მოხდა. ამ მიწებს აქედან ტბის ხედი აქვს. მეორე მხრიდან კი კავკასიონის მთების ხედი იშლება. ადგილი ძალიან ლამაზია. თბილისთან ახლოსაა, დაახლოებით 15 წუთის სავალზე. ხო, ასეთი ვიდეოები არის უამრავი. შეუძლია არაბულად აკეთებენ რეკლამებს, არაბებზე ყიდიან და ვინმეს კი არ წარმოედგინოს, რომ მხოლოდ Eagle Hills-ის პროექტით დამთავრდება ან მხოლოდ ბაზალეთის პროექტით დამთავრდება მსგავსი გეგმები. არა, კაცო, აგერ მაგალითად რადიო თავისუფლება ავრცელებს შემდეგი შინაარსის ინფორმაციას, აგერ შეგვიძლია ვნახოთ. ყველაზე იაფი ბინა 300,000, ყველაზე ძვირი 5.9 მილიონი ახალი არაბული ინვესტიცია თბილისის თავზე. მირა ვერდე, ეს არის სხვა არაბული ინვესტიცია, რომელიც თბილისის თავზე სოფელ ზემო და ქვემო თელეთთან ახალ არაბულ დასახლებას აშენებს და შეგვიძლია ვნახოთ, აი ეს არის ახალი არაბული ინვესტიციის მირა ვერდეს რეკლამა, რომლის ფასიც იქნება ისეთი, რომ ქართველები უბრალოდ ვერ შეწოდებიან, ამის ყიდვა არ შეეძლებათ და აშკარაა, რომ ამის გათვლაც იქნება უცხოელ მყიდველს. ასეთი პროექტები თანდათან ჩდება და ეს Eagle Hills-ის პროექტი არის წინაპირობა და საფუძველი ახალი და ახალი არაბული ინვესტიციების მოზიდვისა. ქართველებს ამის ყიდვის ფული არ აქვთ, ის რომ პრემიერი აცხადებს, რომ იქ რაღაცა $1,600 გაიყიდება ვითომ იქ ბინები, ყველას ესმის, რომ ეგ ინფორმაცია გადამოწმებით საერთოდ არ არის, უბრალოდ საიდან ვიცით, რომ ეგ სიმართლეა. პრემიერმა გვითხრა მაგის საფუძველზეა უბრალოდ ეგ ინფორმაცია და სხვა არაფერზე არ დგას და შესაბამისად მე მგონი ტყუილია. ან თუ მართლა გაყიდეს რაღაცა, ისიც სარეკლამო ფორმატში, ვიღაც რამდენიმე თავის ქართველს აყიდინეს და იმისთვის რომ დანარჩენებს უთხრან, ნახეთ ხალხო აი ამ ფასებში იყიდებ. მიდით აბა ვის შეგიძლიათ მაგ ფასში Eagle Hills-ის პროექტში იყიდოთ ბინა არ არსებობს ახლა რეალურად მაგ ფასის სეგმენტი მაგ პროექტში. ამიტომ სინამდვილეში ეს პროექტი ფასების თვალსაზრისით გათვლილია უცხოელებზე, რასაც გვეუბნებიან, გადამოწმებადი არ არის, უბრალოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ ხელისუფლებას და როგორც ვხედავთ, მათ პირობებში მოქმედებს სტანდარტი, რომ აი არაბებს შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით, უცხოელებს შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით იყიდონ, რაც უნდათ, რამხელა მიწებიც უნდათ და მათ შორის აი იგივე კობახიძის სიტყვები, რომ 2018 წლიდან აკრძალულია სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვა, აი იგივე ის კომპანია, IC გრუპი, რომელიც York Holding Group-ი, აი, აგერ მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ 2023 წელს ასეთი BMGZ სტატია 2023 წელს ყველაზე ძვირად გაყიდული 10 სახელმწიფო ქონება. ამ ჩამონათვალში ყველაზე ძვირიანი ქონება არის York Holding Group-მა იყიდა ტერიტორია სოფელ ლისთან. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისი.
ამ ზომის ტერიტორიის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ფორმატში ყიდვა რო შეუძლია, მან სად დგას საკითხი ისე რომ მაინც და მაინც სასოფლო სამეურნეო უნდა ერქვას ამას. პირიქით, კაც ამ სასოფლო სამეურნეო ფორმატში რო ეყიდა ამ ზომის მიწა, ეგ ნაკლები საფრთხის მატარებელი იქნებოდა, იმიტომ რომ იმ მიწის გამოყენება შეიძლებოდა უბრალოდ რაღაცების დასათესად. და ამ შემთხვევაში ამ ზომის მიწა რო იყიდა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულებით, ეგ ნიშნავს რომ აქ შეუძლია ააშენოს კორპუსი და დაასახლოს არაბები. რას აკეთებს კიდეც, ამიტომ როცა მთავრობა გვეუბნება რომ ნუ გეშინიათ ხალხო პრობლემა არ არის იქ რაღაცა სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვა აკრძალულია, ეგ არ ნიშნავს რომ უსაფრთხო რეჟიმია შექმნილი.